თქვენი პოზიცია აუცილებლად მინდა გაჟღერდეს. სულ რამდენიმე დღის წინ იყო Facebook-ზე ვიღაც რაღაც ჯგუფები ხო არის 1000-ნაირი ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტოდა და ჯარიმა ქონა მანქანის მოსული რუსთაველზე ქონდა სიჩქარე დაფიქსირებული 256 კმ/სთ-ში ქონა რუსთაველზე განვითარებული და ჯარიმა ქონა მოსული ამ ხელა სიჩქარეზე. არ არის გამორიცხული რომ ფოტოშოპით იმაიმუნა და მაინც ისულელია იმიტომ ამ თემაზე 256 საშუალო სიჩქარე იყო მითითებული საჯარიმო ფოტოზე 256 რუსთაველზე. მართალი გითხრათ არ მჯერა მაგის. ხო, მაგრამ თემაც ისეთია რომ ამაზე ღლიცინი ჩემთვის მიუღებელია და ზოგადად მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება. 256-ის აკრეფა რუსთაველზე რა მანქანით იყო? მერსედესი იყო რაღაცა. ხო, არ ვიცი, როგორი რაღაცა არის, იცი რომ ერთადერთი ძღოლები ხო ყველანი ვართ ხო ყველანი საჭესთან ვართ ხოლმე და ერთადერთი რასაც ღმერთს ვეხოცები ალბათ რომ მე დამარტყან მირჩევნია ვიდრე მე დავარტყო. აქედან გამომდინარე ხა ეგ მე ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი ხო აი მე ნელაიარეთ და მთრალ მარიაროთ და ნასვამ მარიაროთ და ესა რა მომენტია იცი რომ ადამიანები უნდა მოუფრთხილდეთ ერთმანეთს მით უმეტეს ჩვენ ზუსტად ეგ ისეთი რაღაც არის რომ აი რა უნდა რა არა სიჩქარით შეიძლება გეჩქარებოდეს მიდიოდე ვერ მიასწრო რაღაცაზე და შენი ცხოვრება მთავრდებოდეს მიუსწრებლობით ოღონდ ეს იმ სიტუაციაში ეგეც გონებაზე არ დამოკიდებული ალბათ მაგდენის ფიქრის საშუალება თუ გაქვს რომ შენი ცხოვრების დასრულებას სხვისი ცხოვრების დასრულება არ დაასწრო ზუსტად ну ეხლა ეგ ახალი რა უნდა ვთქვა მაგ სიტუაციაზე თუ ეგ რეალურია და მართალია არ ამგონია ეხლა მაგითი ამაყობდეს მაგის გამკეთებელი გამორიცხული თემა გონი რომ ამაყობდა ბატონო ზურაბი ვთქვი პოსტი ისეთი იყო რომ ამაყობდა მაგრამ ნუ არ ვიცი მე სულ ეს მაქვს სათქმელად ბატონო ზურაბი რომ მე პირადად ვარ გამოუცდელი მძღოლი 6 თვეა რაც მანქანა მყავს რომ ამობენ აი მე მაგარი მძღოლი ვარ და სტრაფაციარულის პრობლემა არ აქვს შეიძლება შენ მაგარი მძღოლი ხარ მაგრამ ჩემნაირი გამოუცდელისთვის რაღაცა მანევრი შეიძლება იმდენად მოუხერხებელი იყოს რომ პრობლემა შეიქმნას 256-ზე მანევრს კი არა ვერაფერს ვერ გააკეთებ შემთხვევით დათა თუთაშხიასი არ იყოს რატო გაქო ერთი ტყვიაო და შემთხვევა ვიგულისხმებო შემთხვევა არის თორე ყველანი პროფესიონალები ვართ ყველანი ძალიან მაგარი მძღოლები ვართ ყველანი კარგად განსაზღვრულად ვიცით რა სად როგორ უნდა გავაკეთოთ ოღონდ ეს შემთხვევა არ ვიცით როდის და რა სახით მოვა ჩვენამდე ხო აქედან გამომდინარე არის ალბათ ჩემი სუბიექტური აზრია ეგ რომ შემთხვევისთვის მზად ვერასდროს ვერ იქნები და მაგიტო უნდა დაიცვა ის წესები თორე არც ერთი კანონი და წესის მომხრე არა ვარ მე დოგმის წესის მომხრე არა ვარ მაგრამ რემენს რო გაიკეთებ ეხლა რემენ გახსოვთ როგორ იყო ის გაკეთება ჩვენ ეს რა გაგვიკეთეს მანქანებში დაგვაბეს როგორც აღლები ხო არა ვართ ეხლა ავტომატურად ვაკეთებ რემენს დაჯდომის თანავა ავტომატურად აკეთებ რატო იმიტომ რომ ქართველი და წესრიგი როგორც რავი რა გითხრათ მიუღწეველი არაფერი არ არის ძალიან მწყის ხოლმე მაგის მოსმენა მაგრამ ეგრეა და ხა რიგი და ქართველი საიდანსა და აი წესი ჩვენთვის აი ეგ რიგი რა არის რომ ხო წესია კანონია ხო ამ კანონის მე ამატანე რა ზოგადად ბავშვი მელოდა მე მეჩქარებოდა შენ აი მაშინ როგორ უნდა დაიწყო ბოდიში ხო არ გეჩქარებათ არა ბატონო მაშინ მე მეჩქარება და კი ბატონო მოსულა მაგრამ მე მეჩქარება და არ მეკითხე რომ იქნება მაშინზე მეტად მეჩქარება მიხვდი ერთხელ რიგში ვარ ნენი მყავს ექიმთან მეყვანელი და ცოცხალი რიგია და მომიწია და ამ დროს მოდის ქალი რომელიც საახლოვით საათნახევარი რიგში ვდგავარ და დადგა და რიგში ვარ და მე ქალბატონო ჩემი რიგია და არო მე დილით 9 საათზე ვიყავი მოსულიო თქვი რომ რიგში და ყოფილიყავი და წავედიო დილით 7 საათზე ვიყავი ქალბატონო მოსული და ნათქვამი მქონდა და როგორც თქვენ არ დამხვდით ახლა რომ მოვედი ისე მე არ დახვდით მე მლანძღა ბუნებრივია მაგრამ დილით 9 საათზე რიგი იყო მე რომ მივედი 12 საათი არა შენ კარგად არ თქვი იმან 9-ზე გაიგო და შენი 7-ზე ნათქვამი ვერავის ვერ გააგონი